მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო, დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ რა მოულოდნელი სიხარული მოდის თქვენთან. იმედი მაქვს, რომ თქვენ ახლა ეს გაშლა მოგეწონებათ, იმიტომ რომ მე მინდა რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს დიდი სიხარული და ბედნიერება. სიგნიფიკაციას უცბად გავაკეთებ ახლა, ვნახოთ ჩვენ აქ ვისთვის იქნება ინფორმაცია. მოვძებნე ახლა მე პირველ დედოფალს და მე უკვე ვნახოთ ამ დედოფლისთვის რა მოულოდნელი სიხარული მოვა. ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ დედოფალი, რომელიც აქ ახლა სხვათა შორის ჩემო დედოფლებო, ჯერ არა ხართ გამოსულები, მაგრამ მე შემიძლია ერთი რამე უკვე გითხრათ. აქ იქნება გაშლა უეჭველე იმ ადამიანისთვის, ვისაც ძალიან უყვარდა ვიღაცა მამაკაცი, რომელიც არის ხმალების მეფე, ეს არის ადამიანი, რომელიც არის, შემიძლია თქვა ცივ ენერგიებში, მაგრამ აქ ნახეთ რა მაგარი რაღაცა მოდის. და რა ძალიან მიხარია მე ეს რატომ გეტყვით. აქ თქვენ ხართ როგორ 10-იანი ხმალების არის ძალიან კარგი არკანი და რატომ? აქ უკვე თქვენ თუ რამე გქონდათ ტკივილი, ფიქრები, თუ აი ეს არის ფიქრი ჩვენი გონება, ხო, ხმალები. ანუ რაზეც ჩვენ ვფიქრობდით, აი ეს უკვე თქვენ ხართ როგორ სტადიაში, აი ბოლო სტადიაში რა. ანუ როცა უკვე მე ეს ადამიანი თქვენ გიყვარდათ, ეს ადამიანი ან გიყვართ, აქ უშვებთ თქვენ ადამიანს თქვენი გულიდან დიდი სიხარულით. ანუ თქვენ აქ კი, აგერ არის. აქ არის როგორი მომენტი, თქვენ ნამდვილად არ გეჯავრებათ ეს ადამიანი. თქვენ აქ თუ დაუშვათ, თქვენ ახლა ზიხართ, წყევლით, აი მე ყველაზე კარგი საუკეთესო წლები, შენ მოგიზღვენი. აი შენ ასე თუ და შენ ესეთი, მე შენ როგორ მიყვარდე და შენ როგორი აქ ნერვები მოშლის, მეტი არაფერი გაგიკეთებიეთ, უეჭველი თქვენი გაშლა არ არის გოგოებო, აი 1,000,000%-იანი. აქ არის გაშლა იმ ადამიანისთვის, ვინც ნამდვილად გაუშვა ადამიანი თავისი ცხოვრებიდან კი უეჭველი ყველანაირად, აი ყველა ვარიანტში. აი დედოფალი, ისე რა თქმა უნდა, ხა რა ქვია მაგას, პენტაკლების დედოფალი არის ძალიან მაგარი ტიპი. საერთოდ იცის მაგან, ხა თავის ფასი. ნახეთ რა ხდება. ესე იგი, აქ ისტორია ვიზზე. გიყვარდათ ადამიანისგან კი ბატონო, ბევრი მიიღეთ ტკივილი, მაგრამ თქვენ როგორ აღიქვით, იცით ეს სიტუაცია, რომ ეს ადამიანი იყო ჩემთვის მასწავლებელი, იეროფანტი. მიხვდით? ანუ მე ბევრი რაღაცა ვისწავლე ამ ადამიანისგან, მე ბევრი რაღაცა გავიგე ამ ადამიანის ჩემი ცხოვრების ყოფნით. ანუ თქვენ გაქვთ გააზრებული ყველაფერი აბსოლუტურად, თუ რამე იყო, ანუ ან უკვე მართლა წლები ზიხართ ახლა ჩემს არხზე, იმიტომ რომ მე იცი თქვენ ახლა არ ვაკეთებ გაშლებს, უბრალოდ უყვარვარ, არ უყვარვარ, დარეკავს, არ დარეკავს, იცით და ძალიან მადლობა მინდა გითხრათ თითეულისთვის, ვინც არის ჩემი ერთგული, ვინც მომყვება, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრს აქვს შედეგი და ეს მიხარია, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, მე აქ არა ვარ, მხოლოდ აი მკითხავი სონია, რომელიც ახლა რაღაცას გეუბნება თქვენ, ახლა დაგირეკავს, არ დაგირეკავს. მე მინდა რომ თქვენ გაჩვენოთ ჯერ პირველ რიგში ტაროს ძალა და მიხარია, სხვათა შორის ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრს აქვს აი ესეთი მიდგომა და მითხრეს, მომწერეს ბევრმა, რომ ტაროზე საერთოდ შევცვალე შეხედულება და მივხვდი, რომ ეს მართლა უმაღლესი დონის ინსტრუმენტი. ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ თქვენ აქ ნამდვილად ხართ შეცვლილები. ნამდვილად, იმიტომ რომ აი აქ თქვენ უკვე პარტნიორს არ უყურებთ მხოლოდ ისე, რომ აი სიამოვნება მარტო, ყველაფერი კარგი, ეს არის აბსურდი. სულ იდეალური ისეთი, როგორიც თქვენ ფიქრობთ, რომ შემოგივიდეს თქვენ ცხოვრებაში, აუცილებლად სადღაც იქნება როგორი მომენტები, იცით? აი ჩემ პრაქტიკაში ძალიან ბევრი იყო ეგეთი სიტუაციები, როცა გოგოები თქვათ, ოცნებობდნენ იდეალურ პარტნიორზე. მართლა ეგეთი იდეალური პარტნიორი შემოსულა მათ ცხოვრებაში, ხო? და აი
რამდენჯერ უთქვეთ რომ აი არ მინდა, არ შემიძლია, რატო? იმიტომ რომ აი ადამიანი ყველაფერს აბსოლუტურად აკეთებს როგორც აი რა გითხრათ რა, როგორც საათი ისე რა, მაგრამ აი არ არის განვითარება იდეალურ პარტნიორთან, ჩვენ ვერ ვითარდებით რა. კი, რაღაცა პერიოდი ამოვისუნთქავთ, მოგწონს თქვათ რომ ადამიანი ჩვენ ახლა ყველა ჩვენ სურვილს იჭერს და აკეთე რაღაც, მაგრამ არ არის განვითარება, გვინდა არ გვინდა, სულს აქვს თავისი გეგმა, ნუ ეს უკვე აი ეს არის 1000 მილიონ პროცენტიანს გეუბნებით რა და ამიტომ როცა შემოდის ადამიანი, რომელთანაც შენ როგორც ამერიკულ იმაზე გორკებზე რო ხარ, აი ზუსტად ეგეთი ადამიანი, ნუ გვიზიდავს, რატო? იმიტომ რომ ჩვენ მასთან გავდევართ რაღაცა განვითარებას. ჩვენც ვიცვლებით, ისეც იცვლება თავისებურად, ზოგთან ვრჩებით, ზოგი მიდის ჩვენი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ამიტომ აი აქ არის გააზრებული აქ ადამიანს ზუსტად ის მომენტი, რომ მე სიყვარულით მზად ვარ, რომ გავუშვა ესა და მე არ გავეკიდები. არა, არ გავეკიდები ამ ადამიანს არავითარ შემთხვევაში. მე მადლობელი ვარ, რომ ეს ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, მე მივიღე ის გაკვეთილები, რომელიც იყო, ნუ აქ ნახეთ გეტყვით, აი აქ 99% გაქვთ უკვე თქვენ აი ეს აზრები. ნახეთ 1% კიდე სადღაც დაფრენავს კიდე, იმიტომ რომ ნუ არის რა, ვერ მოგატყუებთ, რომ ვერ გეტყვით, რომ 1000%-ით ხართ გამოსულები, მაგრამ აი სულ წყაბზე ხართ რა. ეს არის 10-იანი ხმალების. მაგრამ ის რომ თქვენ გულში არის სიმშვიდე, თქვენ გულში არის სიყვარული და ეს სხვათა შორის მაღალი პილოტაჟი რა. როცა შენ შეგიძლია გაუშვა ადამიანი, ამასთან შეიძლება მანძილი გქონდეს თქვენ ნამდვილად როგორ ხართ, იცით როგორ? აი მე მადლიერებას უშვებ თქვენ ადამიანის მიმართ, რომ აი მადლიერი ვარ, რომ იყავით ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ მადლიერი ვარ, ზოგს შეიძლება და ისეც გქონდეს, რომ წახვედი. და შენი უკვე შეასრულე შენი მისია ჩემთან, იმიტომ რომ ბევრი ტკივილი გადატანილი, მაგრამ ბევრი სიყვარულიც გქონდეთ მაგ ადამიანის მიმართ, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა მოდის თქვენთან ეს ფიქრი, რომ ნამდვილად მე ეხლა უკვე შემიძლია უკვე ეს ადამიანი დავლოცო და გავუშვა რა. და აქ როგორ ხარ? უბრალოდ თქვენ აქ როგორ ხართ, იცით? ზოგი კიდე ზის ელოდება, იმიტომ რომ მზად ხართ რომ მისცეთ რამე შანსი. არ გეტყვით რომ არა. მაგრამ აქ როგორი მომენტი არის? კი მოგცემ მე შენ შანსს, მაგრამ მე არ მოგცემ შანსს შენ ისეც აი როგორც ადრე როგორიც იყავე, არა. არავითარ შემთხვევაში შენი ბავშვური საქციელი მე ნამდვილად არ მინდა. თუ შენ შეძლებ რომ ქმედები დამანახო მე ის რომ შენ დაუშვათ ახლა რამე შეგიძლია, კი ბატონო. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი გამოვიდა საერთოდ მამაკაცის ფიგურები. ამიტომ მე შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ხართ ის ქალი, რომელსაც იზიდავს ბევრ ყურადღებას, მამაკაცებისგან იზიდავთ ბევრ ყურადღებას. და ამიტომ აქ არის როგორი სიტუაცია, იცით? უკვე არ მინდა თქვენ ახლა აქ როგორ ხართ, იცით? ანუ თუ ადრე ელოდებოდით მის წერილს, თუ ელოდებოდით მისგან რაღაცა თქვა შეტყობინებას, ეხლა უკვე თითქოს შეცვალეთ რა, გინდა მომწერე თუ არა და არა. ანუ ქმედებას ელოდებით, ქმედებას. თქვენ ძალიან ბევრი რა ეს არის რომ ისწავლეთ ბევრი რაღაცა ამ ადამიანისგან. მიხვდით რომ უკვე არც გელოდები, მშვენივრად კარგად ვგრძნობ თავს მე ჩემს თავთან მარტო გადასარევად და ამიტომ მე მაქვს საქმეები ჩემი და წახვედი კი ბატონო. თუ მოხვალ, მაშინ იმ შემთხვევაში მოხვალ ჩემთან თუ დაუშვოთ შენ უკვე იქნები შეცვლილი. კი ბატონო, კი. მაგრამ ზოგი მართლა ფიქრობს იმაზეც უკვე და ოცნებობთ რომ მე მზად ვარ მივიღო ახალი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ისეთი რომელიც ნამდვილად მე შემაფასებს აი სათანადოდ რა. ნამდვილად უკვე კი ბატონო, აი უკვე თქვენ ბეც აღარა გაქვთ თქვენ ეს აი რომ რაღაცა თავი მოვატყუო და რაღაც არა ეს გაგიარათ უკვე აი რაღაც მომენტები პირიქით თქვენ აქ უმრავლესობა შემიძლია ვთქვა ელოდება ახალ სიყვარულს, ახალ ურთიერთობას. იმის მიუხედავად რომ მძიმე, იმის მიუხედავად რომ რთულია, მაგრამ იცით რა, მადლიერებით უშვებთ ადამიანს, იმიტომ რომ იმ ადამიანმა მართლა რაც შეიძლება მოგცეთ და
კი ზოგისთვის იქნება სიტუაცია, რომ შეიძლება თქვენ ახლა თქვათ თუ მანძილზე გაქვთ ან ინტერნეტ სივრცეში შეიძლება გაქვთ თქვენ ახლა დაუშვით მიმოწერები და ცოტა ადამიანი თქვათ რაღაც ვერა. ნუ ეს იმიტომ გაქვთ ახლა იმედი რომ თქვათ აი შეიძლება ჩამოვიდეს და სხვანაირი იყოს, მაგიტომ, ხო? ნუ აი საერთოდ კარგი ენერგია მომწონს მე, იმიტომ რომ თქვენ აქ რა მომწონს ყველაზე ძალიან, რაც აი რომ ადამიანმა აქ მიიღო ზუსტად ეს ამ თავის პარტნიორთან ურთიერთობა სწორედ მიდგომით რა, რომ მოდი აბა ვნახო კარგი რა არის, რა როგორ შევიცვალე, როგორი ვარ ეხლა. ზოგი შეიძლება მართლა კარიერაში წავიდა, ზოგი შეიძლება წავიდა და ახალი საქმე დაიწყეთ, შეიძლება ანუ თქვენი ბიზნესი გახსნათ, ნუ რაღაცა, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი უკვე აღარ უყურებს იმ თქვათ აღარ ელოდება, მოდით ასე ვთქვათ, მე მივიღე, ვაკეთებ და აი თან ხო გეუბნებით, აქ თქვენ მართლა ბევრ ადამიანის ყურადღებას იზიდავთ. უეჭველი. მოდით ვნახოთ რა სიხარული მოდის თქვენთან. ეს მოდით ავიღოთ პერიოდი მაქსიმუმ ახლა 1 თვე, რო არ იყოს ძალიან გაგრძელებული. 1 თვე. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა სიხარული მოდის თქვენთან, რითი ძალიან გაგახარებთ თქვენ სამყარო მაღალი ძალები, იმიტომ რომ მართლა დაიმსახურეთ, აი ყოჩახ რა, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ, იმიტომ რომ მართლა აი მაგრები ხართ რა, რა სიხარული მოდის თქვენთან. რა სიხარული მოდის თქვენთან. რა სიხარული მოდის თქვენთან. ნუ ეხლა ნახეთ გეტყვით მე თქვენ რა სიხარული მოდის. პირველ რიგში თქვენ აი ეს აი ძალიან ნახეთ რა საინტერესო რაღაცა. როცა თქვენ ეს ასე მუშაობს, გინდა მიჭირეთ, გინდა რა. როცა თქვენ მადლიერებით, სიყვარულით უშვებთ ადამიანს თქვენი ცხოვრებიდან. ეს უკვე არის რომ შენ არ განიცდი ნაკლებობას, ხუთიანი პენტაკლების, აღარ განვიცდი. უკვე всё, მე მადლობელი ვარ, მე მივიღე, მე გაკვეთილები გავიარე, всё, ნუ როგორც ბედს უნდა ისე იქნება. და შეხედეთ მე ჩვენ ხო ვთქვით როგორი სიხარული. აი ეს ზუსტად ეს პოზიცია აქ იყო კვერცხების რაინდე და დედოფალი პენტაკლების, ეს საერთოდ სხვაობას შეიძლება იყოს რა. აქ პირველი რა სიხარული მოდის. ის რომ შეიძლება ეს ადამიანი მიხვდება ამ თქვენ სიძლიერეს, მიხვდება რომ თქვენ არ გაეკიდებით, თქვენ არ დაუწყეთ რა წყევლა, ლანძღვა და ასე შემდეგ. ეს ადამიანი მიხვდება და ნამდვილად ეს ადამიანი აქ შეიძლება ზოგისთვის დაბრუნდება. თუ ვიცილოდებით, ჩვენ ხო ვთქვით რომ აქ არის ორნაირი სიტუაცია. კიდე როცა თქვენ ამ ნაკლებობას იმათვის, ვინც თავისი მძველს აღარ ელოდება, იმიტომ რომ კვერცხების რაინდი საჩვენებს ახლა სამომავლოდ უყურებთ, უკვე შეიძლება გვაჩვენდეს ახალ ვინმეს. აქ გეუბნებით, რომ თქვენ აი მოერევეთ პირველ რიგში აი ამ ნაკლებობის ენერგიას რა, პროგრამას, ხო? და თქვენთან მოდის ახალი ურთიერთობა, ახალი სიყვარული. ანუ ეს არის აი სრულიად კი აქ თვითბედიერთობა და ეს არის როგორ თქვენი მომავალი. იმიტომ რომ მაღალი არკანი გამოდის ნამდვილად და გვაჩვენებენ რომ აი აქ ნახეთ რამდენი მაღალი არკანი გამოდის. კი. აქ თქვენ უკვე ნახეთ დამშვიდდით, დაწყნარდით, უკვე აღარ ნერვიულობთ მომავალზე, დამშვიდდით, იმიტომ რომ მომავალზე საერთოდ ნერვიულობა ეს არის სისულელი, იმიტომ რომ დღე უნდა იფიქრო დღეს რა ხდება შენ ცხოვრებაში, დღეს ცხოვრობ ჩვენ. აი ზუსტად ეს თქვენ აღარა გაქვთ, აი მომავალზე არ ვფიქრობ, არ ნერვიულობ და ამიტომ შემიძლია გითხრათ რომ ვიღაცისთვის გექნება თქვენ ძალიან აი არ ნერვიულობ და არაფერი მოერიეთ. ამიტომ ნახეთ, ზოგს შეიძლება გაომართლებს თავის საქმეში, იმ საქმეში, რომელიც არის თქვენთვის ახალი შეიძლება, ახალი გზები გაგეხსნებათ, გაიგეთ? ანუ თქვენ ახლა უკვე ბევრ რაღაცაზე ფიქრობთ რა. კი, ძალიან დიდი ცვლილებები, აქ წამოვა ახალი ადამიანები, აქ გაიხსნება თქვენი ცოდნა, აქ გაიხსნება თქვენი წინსვლა იქნება, აუცილებლად ყველაფერი, რაც კი ეს ნაკლებობა დარჩა წარსულში, მიხვდეთ, შეცვალეთ თქვენ მიდგომა,
ყველანაირად და ახალი გზები გეხსნება თქვენ. გინდათ ურთიერთობაში, გინდათ თქვენ საქმიანობაში, გინდათ ფინანსურ მდგომარეობაში. აი აქ ყველაფერში, იმიტომ რომ თქვენ წარსულში დატოვეთ აი ეს პროგრამა ნაკლებობის. მიხვდით, რომ მე ურთიერთობა არა, ფული არა, ეს არა, ეს არა. აი გეუბნებით, თუ არა ხართ ამ ენერგიებში, ნუ რა ვქნა, ვინც ხართ მიიღეთ. მიიღეთ, იმიტომ რომ აქ თქვენ დახურეთ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, სადაც ბევრს სწავლობდით, მაგრამ ეს დატოვეთ თქვენ წარსულში. აღარ წაგიყვანიათ. всё, როგორც ჩვენ ტრენინგზე ვამბობთ, ხო? ახალ ტელევიზორში ხართ გადასულები. აი მაგის მინდა რა ამ ნოტაზე მინდა დავამთავრო, იმიტომ რომ ნამდვილად, აი, ქალმა, ნახეთ, თქვენ მოერიეთ სიტუაციას, მოერიეთ, აქ მართლა გეუბნებით ვიღაცას ახლა ნამდვილად, აი, გაკვეთილი გაიარეთ, აი ძალიან კარგი გაკვეთილი გაიარეთ და აქ განულება მოხდა და ახალ გზებში მიდიხარ, სადაც არ არის არც სირთულეები, არაფერი, სადაც არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბედნიერება, მხოლოდ თქვენი ბედნიერება და იცოდეთ, რომ კიდე ორ სიტყვას გეტყვით, როცა თქვენ პარტნიორთანაც ხართ, აი ჩვენ ხო ვართ ანარეკლები პარტნიორის, ხო, ერთმანეთის სარკეები ვართ რა და თქვენ როცა ვითარდებით, თქვენ როცა იცვლებით, იცოდეთ, რომ ის პარტნიორზე ძალიან მოქმედებს რა, მithumetes როცა თქვენ ძალიან მაგარი კავშირი გაქვთ, ხო? აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ პარტნიორზე, იმიტომ რომ აქ ხმალების მეფე მოდის, ძალიან დიდი ბედნიერება მოდის მაგის ცხოვრებაში, მაგრამ გოგო კიდე ვინმეს არ ვიცი ვიღაცისთვის მოდის ინფორმაცია, შეიძლება თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, ნუ ეს უფრო შეიძლება არ ვიცი ეს თითეულისთვის იქნება, შეიძლება ეს ადამიანი არის ქრივი, ან გაშორებული არის, მაგრამ არის როგორ იცით, ეხლა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მინდა ჩემი ბედნიერება, მინდა ოჯახი, მინდა ქალი, რომელიც იქნება ჩემთვის, აი ჩემი მონათესავი სული, ვისაც მეც ვიქნები ბედნიერი და ვისაც მე კარგად ვიქნები. აი ესეთი ადამიანი მოდის თქვენ ცხოვრებაში, ვინც ნამდვილად მაგრად დაგაფასებს, თქვენ უკვე იქნებით არაწრუ, თქვათ, დედოფალი, არა უფრო მაგარი დონის აი აქ იმპერატრიცა, იმპერატორი არის, უკვე ადამიანი, რომელიც აი თქვენი ყველაფერი თუ რაღაცა არის, აი ინტერესი, ან როგორ ხარ, რანაირად ხარ, როგორ ცხოვრობ, ანუ ყველაფერის ინტერესი რო ექნება ამ ადამიანს თქვენ ცხოვრებაზე. კი ბატონო, აქ ბედი გიგზავნის თქვენ რაღაც ახალ, თქვენ რაღაც გაიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდები და ამიტომ როგორც საჩუქარი მოდის თქვენთან აი ეს ახალი სიტუაციები ჩემოლამაზება.